ზოდიაქოს ნიშნები და 3 თვე: მარტი, აპრილი და მაისი. რა ტრანსფორმაცია ელოდება? ძალიან მოკლედ რო ჩავწეროთ ზოდიაქოს ნიშნებზე, თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს გაზაფხულის განმავლობაში. ეს იქნება ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის ტრანსფორმაციის პერიოდი. ამ ტრანსფორმაციას ცუდს არ ნიშნავს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამყარო გსჯით და ცუდისკენ მიყევხართ, ეს ნიშნავს იმას, რომ დროა, რომ ახალ ეტაპზე გადახვიდეთ, ახალი ეტაპი დაიწყოს თქვენს ცხოვრებაში და თუნდაც მსოფლიო მოვლენებიდან გამომდინარე, აჯობებს, რომ ყველა ადამიანმა იზრუნოს თავის ცხოვრებაზე, თავის, ასე ვთქვათ, პროგრამებზე. ეს იქნება პროგნოზ-რუქა, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას მთელი წლის განმავლობაში, რა პროგრამებით უნდა ვიხემძღვანელოთ და რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ მომსახურებით. რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს და გაზაფხულს, რა მხრივ შეეხება ტრანსფორმაცია ვერცხს. ვერცხს ექნება ტრანსფორმაცია კარიერაზე, ფინანსები, რაღაცა ახლის სტარტი, რაღაცა საინტერესო პროექტები და რასთვარია ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ. კუროს რაც შეეხება, ტრანსფორმაცია ელოდება ძირითადად უფრო ივლისის განმავლობაში. ტყუპები, ტრანსფორმაცია, კომუნიკაცია, ახალი ნაცნობობა, მეგობრები, მაგრამ ტყუპებს ჩვევიათ, ხო? ერთდროულად ძალიან ბევრ საქმეს მიედმოედებით, ერთზე შეაჩერეთ არჩევანი. რაც შეეხება კირჩხიბს, კარიერა, სტატუსი და ასევე თავისთავად მუშაობა და შრომა, იმიტომ რომ სტატუს ერთგვარს და წარმატებას ვერ მივაღწევთ, თუ კი არ იქნება შრომა, მუშაობა და ასე ვთქვათ, ის რომ მიუძღვნათ საკუთარი თავი მუშაობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ გადაერთოთ მუშაობაში და ბალანსი დაკარგოთ თუნდაც ოჯახსა და სამსახურს შორის. ლომს რაც შეეხება, ეს იქნება გაფართოება, მოგზაურობა, ახალი ლოკაცია, ახალი ნაცნობობა გელოდებათ და ყველაფერზე ლომმა უნდა თქვას დიახ, ანუ კი, უნდა აიღოს თავისი და უნდა, ასე ვთქვათ, მიაწვეს თავისას. ქალწულს რაც შეეხება, ცვლილებების პერიოდია და ტრანსფორმაცია გელოდებათ იმ მხრივ, რომ თქვენ გამოავლინოთ საკუთარი თავი, ანუ ტრანსფორმაცია ფულზე, თქვენს ერთგვარ საქმეზე, სამყაროს წარუდგინოთ თქვენი თავი, ანუ არ იყოთ ჩრდილში და უფრო მეტად გამოჩნდეთ. სასტორის თემას, ანუ ტრანსფორმაცია შეეხება ურთიერთობების მხრივ, პარტნიორული ურთიერთობების მხრივ, მორიელეს გახავთ ჯანმრთელობა, სულიერება და ეზოთერიკა, მშვილდოსანი, რომანტიკული ურთიერთობები და რასთვარია თუ უკვე ურთიერთობაში ხართ, აი თქვენი ურთიერთობა რაღაცა ახალ გარკვეულ ეტაპზე გადაინაცვლებს. თხის რქას რაც შეეხება, ეს არის ერთგვარი ფუნდამენტის